მოგესალმებით მაესტროს დილის პირდაპირ ეთერში და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გუშინდელი შოუ ბიზნესური ამბები. ქარვასლას საგამოფენო დარბაზში შვედი და ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ვიდეო ინსტალაცია. როგორც ჩანს, საქართველოში თანამედროვე ხელოვნება მყარად იყიდებს ფეხს. რისი კიდევ ერთი დადასტურებაც ქარვასლაში გამართული ქართულ-შვედური გამოფენა გახლავთ. გამოფენის იდეა კი სრულიად მარტივია. ორი განსხვავებული კულტურისა და ისტორიის მქონე ხელოვანებს რაღაც საერთოს პოვნა სურთ. ამ საერთოს ძებნის პროცესში კი მათ მასშტაბური ქართულ-შვედური ფესტივალის მოწყობაც ჩაიფიქრეს. გამოფენა კი ამ ფესტივალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აპრილის თვეში დაგეგმილია ლიტერატურული პროექტის განხორციელება, ოქტომბერში კი კინოფესტივალის გამართვა. მე რატომ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია ეს გამოფენა არის, იმიტომ რომ აქ არ არის იერარქიული პოზიციები და ეგზოტიკა, გაეგზოტიკურება რომელიმე ქვეყნის არც იმათი მხრიდან და ჩვენი მხრიდან. ძალიან გულახდილი არის და უბრალოდ რაღაც ინტენსივობები, აი რაღაც ინტენსიური ნამუშევრებია, რაღაცნაირად არის ორგანიზებული და ამათი ღირსება არის, რომ ბევრნაირად შეიძლება იყოს ორგანიზებული. ანუ ესე შეიძლება, სხვანაირად შეიძლება, სხვანაირად შეიძლება. კაფე პარნასში ვახტანგ დავითაიას წიგნის ამერიკული დღიურის პრეზენტაცია გაიმართა. ბატონი ვახტანგი პროფესიით არქიტექტორია, ამიტომაც წიგნი შინაარსობრივად მის პროფესიას მიჰყვება. აქ მისი ცხოვრების ერთი პატარა მონაკვეთია ასახული. სწორედ ის მონაკვეთი, როდესაც იგი ამერიკაში იმყოფებოდა, ლექციების წასაკითხად ამერიკელი არქიტექტორების მიწვევით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სულ მალე ბატონი ვახტანგი კიდევ ერთ წიგნს შემოგთავაზებს, სახელწოდებით ცხოვრების ფურცლები. მომავალ წიგნის სათაური უკვე ცნობილია, ქვია ცხოვრების ფურცელი, რომელიც თავისთავად ამბობს თუ რა უნდა იყოს. ამ წიგნში იქნება ყველაფერი, ჩემი პროფესიული ცხოვრება, ჩემი ბავშვობა, ჩემი მეგობრების შესახებ უცხოეთში, სასწავლო პროცესზე, არქიტექტურის შემოქმედებაზე, მაგრამ ეს ნაწილი მე ცალკე გამოვყავე. ვინაიდან როდესაც გადავიკითხე ეს თამაში, ძალიან მომენტა ის ხალხი, რომლებმაც ჩემზე უდიდესი დაბეჭდილება მოახდინეს და რომლებმაც ჩვენი იქ ყოფნა, ჩემი და ჩემი მეუღლის იქ ყოფნა, გახადეს ასე საინტერესო, ასე მნიშვნელოვანი, რომ სამუდამოდ დაგვამახსოვრეს თავიანთი თავი. საქართველოს სავაჭრო ცენტრში დიზაინერმა ნანა შუპანმა ქართული შოუ-ბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელი შეკრიბა, რათა ეჩვენებინა თავისი ახალი კოლექცია. როგორც თავად მასპინძელმა აღნიშნა, ეს კოლექცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც ელეგანტურად ჩაცმა უყვარს. დიზაინერი, რომელმაც ამჟამად შემოდგომა ზამთრის 2004-2005 კოლექცია წარმოადგინა, ქართული მოდის სამყაროში 5 წელია მოღვაწეობს. თბილისში მისი პირველი ჩვენება 2001 წელს მოეწყო და როგორც შემდეგი ჩვენებებიდან გაირკვა, ნანა უპირატესობას კონკრეტულ სტილს ანანიჭებს, მისთვის ნებისმიერი სტილი მისაღებია. დიზაინერის ბოლო ჩვენებაზე, რომლის თემა ელეგანტური ქალი იყო, აქცენტი კლასიკურ სტილზე გაკეთდა. ჩვენებისთვის შექმნილი 60 კოსტიუმიდან 20 საღამოს კაბა იყო. კოსტიუმებში, რომლებზეც დიზაინერი 3 თვის განმავლობაში მუშაობდა, გამოყენებული აქვს სოულის თითქმის ყველა სახეობა. ჩვენებაში მონაწილეობას სააგენტო იმიჯ ცენტრისა და ნატალის გოგონები იღებდნენ. თითქმის ყველა ქსოვილი მაქვს გამოყენებული და ყველაფერი, რაც კი ბუნებაში არსებობს, მე მგონი. ძალიან ისეთია, თავისუფალი მოდაა ახლა ისე რომ ვთქვა და ყველაფერი ფანტაზია. შეგიძლია ყველაფერი გააკეთო. ეს უკვე მესამე ერთობლივი ჩვენი პროექტი, ასე ვთქვათ, და ძალიან სიამოვნებს, ძალიან ნიჭიერი ქალბატონია ნანა და ძალიან დიდ წარმატებას და წინსვლას უსურებ. Goodbye, my friends. Goodbye, world. The end of the earth.